აი ხა ცოტა უხერხული რაღაცა უნდა ვთქვა, მაგრამ ამ დილით რომ ვემზადებოდი თქვენ წამოსასვლელად დაწყდა წყალი. გავიხსენე ეს ბავშვობა ის ჩაიდანში ადუღება, მერე გადანელება და ეგეთი რაღაცები ჩემ შულებს საბედნიეროდ არ უნახავთ. მე გავლილი მოვსეკთან მე-9 სართულზე ვცხოვრობდი, წყალი არასოდეს მოდიოდა. ლიფტი გაძარცული იყო, რა თქმა უნდა და მე-9 სართულზე ესე ორი ვედრა უნდა ამეტანა ხოლმე. რაღაცა ქონა და თქვენი ბავშვობა როგორ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ძალიან დადებითად მახსენდება, ბუნებრივია ის ჩემი ბავშვობა 90-იანების ბავშვი ვარ. თქვენ ბავშვობას როგორ გაიხსენებთ, ბატონო? ფანტასტიკური. მაშინ ეს ცირთულები არ იქნებოდა. არა, როგორ არ იყო, წყალი წყდებოდა, მინდა გითხრათ, საბურთალოზე 11-დან 6 საათამდე ეს კარგად მახსოვს, ყოველდღიურად. იყო ეგრეთ წოდებული გრაფიკი. ამ გრაფიკმა ბევრი ასე ვთქვათ, კურიოზი გამოიწვია, არა ჩემთან მიმართებაში, არამედ მადრიდში ვიყავით ცხონებული სულიკო ჟღენტი არის ეგეთ სცენარისტი ცნობილი. ჯარისკაცის მამის მათ შორის და დონ კიხოტზე ვიყავი იმ პერიოდში და ვართ იმაში კუსკოში, მაგარ სასტუმროში მადრიდში. და სულიკო იყო სასწაული პიროვნა, აი სასწაული ნამდვილად. მაგრამ ერთი თვისება ქონდა, რომ იღვიძებდა, ხო, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიურ თვალებს რო გახელდა, გონივრულად ცოტა მოგვიანებით იწყებდა აღქმას რა, აი ეს მომენტი ქონდა რა. ხო და ერთხელ მე ბიძაშვილთან ერთად რაღაც გავისეირნეთ, ასე ვთქვათ, ღამის მადრიდში და გვიან მომიწია მისვლა. მივედი სადღაც 3:30-ზე და მივედი სასტუმროს კართან და იქიდან მესმის მანუელ ჩურჩულით. ესე გავიხედე, სულიკოს ნომერი იყო მოპირდაპირ მხარეს და რა იყო ბატონო სული მივედი ნომერთან, მოდიო, შევედი და ვიღაც ორი ქალი დიდი პირსახოცებით, ასე წმინდავენ, რაღაც მთელი ფორი აქია იმ იმაში. სასტუმროს ნომერში და სულიკო სიგარეტს არ აგდებდა, ეს სუეწევოდა მოდიო. მაშინ მოწევა შეიძლებოდა ნომერში. ხო და ბიჭო ვერ წარმოიდგენ რა მომივიდა მას. შევედი შხაპი მივიღეო და რაღაცა. მე დავწექი დავიძინეო და არის რეკავსო რაღაცა წივიანკი ვერ გავიგე რა უნდათ. მე კარები ჩამოურეს, თურმე იქაც წყალი წყდებოდა. და მისი მეუღლე ქაბატონი ლელა თვარცდები არაჩვეულებრივი დიასახლისი, ნუ პურვარირებს შლიდა რაღაც სასწაულს. მაგრამ 11 საათზე წყალი რო წყდებოდა, ასე ვთქვათ, სულიკოს აიზულებ რომ აირსო აბაზანა. თქვენ არ გახსოვთ აბაზანა? ეს თბილისში ბევრს ახსოვს ეს აბაზანების ავსება, ეხლა ის კორპებიც არ არის. ხო და ავსებდა ავტომატურად ავსებდა აბაზანას და იქ ეს იყო, ასე ვთქვათ, მექანიკურ გადაატრიალებდი და იკეტებოდა. ხო და ავტომატურად აიღო და ჩაკეტა, მიიღო გემრიელად შხაპი რამე რომ აქეთ ავსებდა აბაზანას და დაწვა და ჩაეძინა. შედეგი გასაგებია, ხო, ეს რაც ეხება ბავშვობასთან და წყლის, ასე ვთქვათ, მომარაგებასთან დაკავშირებით, როგორ არ იყო პრობლემა.